უძრავი ქონების გაზრდილი ფასები და პრემიუმ ხარისხის შეთავაზებების ამბიცია. ქვეყანაში სულ უფრო აქტიურად ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება ბაზარზე არსებული სტანდარტები რეალურ პრემიუმ ხარისხს. ამ დისკუსიაში ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები იქცა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გლობალურად შენობები ენერგიის დაახლოებით 30%-ს მოიხმარს და მნიშვნელოვან წილს იკავებს ემისიებშიც. ბოლო წლებში განსაკუთრებულად სწრაფად იზრდება ეგრეთ წოდებული heat pumps-ის გამოყენება, რომლებიც ტრადიციულ გათბობის სისტემებთან შედარებით რამდენჯერმე უფრო ენერგოეფექტიანია და დეკარბონიზაციის მთავარ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს. გარდა ამისა, თუ ბაზარზე დამკვიდრებულ გათბობა-გაგრილების სისტემებში აქტიურად გამოიყენება ქიმიკატები, რომლებიც ხშირად საკმაოდ ტოქსიკურია, ახალი სისტემები სუფთა ჰაერის ცირკულაციასა და მაქსიმალურ უსაფრთხოების სტანდარტებს უზრუნველყოფს. Invest in the cheapest possible solution. ადამიანები დასაწყისშივე ყველაზე იაფ გადაწყვეტაში დებენ ინვესტიციას, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უფრო ძვირი უჯდებათ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ან გადაიხადოთ უფრო ხარისხიან პროდუქტში, რომელიც ენერგიის გადასახადებს შეგიმცირებთ და უფრო იშვიათად დაგჭირდებათ გამოცვლა. ყველაფერი დიდწილად რეგულაციებზეა დამოკიდებული, მაგალითად, დასავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროკავშირში სამშენებლო სექტორში ბევრად უფრო მკაცრი მინიმალური მოთხოვნები მოქმედებს. თუ ენერგოეფექტიანობის გარკვეულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, მისი გაყიდვა ბაზარზე შეუძლებელია. არა მხოლოდ პრემიუმ პროექტებში ბინის ან თუნდაც რაღაც კომერციული ფართის შეძენა არის საკმარისი, არამედ საჭირო არის ასევე მოითხოვა კომფორტი, რომელსაც უნდა გთავაზობდეს დამკვეთი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან აუცილებელია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ თუ ესე ვთქვათ, იძულებითი ფორმა არ ექნება ამ ყველაფერს ბიზნესი უბრალოდ არ აიღებს და არ დაიწყებს გაუმჯობესებას. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ლოკალურ ბიზნესთან დაკავშირება და ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებამ 100-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ბიზნესმენს პანელური დისკუსიების ფორმატში უმასპინძლა. გვინდა რომ მივიტანოთ მომხმარებლამდე, რომ თითოეული შესყიდვისას, ეს იქნება ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი ნაგებობის, თითოეული ინვესტირებისას კარგად გაარკვიონ პირობები, რა იგულისხმება პრემიუმ სერვისის მიღმა. აქტუალურ საკითხებზე ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რაც დეველოპერის სექტორშია, იმ შესახებ, რაც HVAC სექტორში არის, გათბობა-გაგრილება ვენტილაციის კუთხით, რა პრობლემებია, რა რეგულაციებია, რა იგეგმება მომდევნო 3-5 წლის მანძილზე. One thing comes from the previous. ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოში მოვაწყეთ. აქ წარმოდგენილი იყვნენ სპეციალისტები გერმანიიდან, შვედეთიდან, სლოვაკეთიდან და სხვა არაერთი ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება პროექტები და რა მიმართულებით მიდის ბაზარი. რეალურად ეს უკვე გავლილი გზაა, რომელიც სხვა ქვეყნებმა ადრე გაიარეს, ამიტომ საქართველოსთვის დიდი დროის ფინანსებისა და რესურსების დაზოგვა შეუძლია. სამომავლოდ კი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ან მის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ახალი, ძალიან ეფექტიანი განვითარების სქემები. თუმცა საბოლოოდ აუცილებელია, რომ ამ პროცესს ადამიანი აკონტროლებდეს. საბოლოო ჯამში რეგიონში თანამედროვე გათბობა-გაგრილების ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ლიდერ პოზიციას აზერბაიჯანი ინარჩუნებს. საქართველოს კი ამ ეტაპზე მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის ფარგლებში ყველაზე მაღალი მოთხოვნა თბილისსა და აჭარაში შეინიშნება. სწორედ იმ რეგიონებში, სადაც დეველოპერული აქტივობა და პრემიუმ საცხოვრებელი პროექტები განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ფართოვდება. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი დატვირთვა სასტუმროების, ბიზნეს ცენტრებისა და საავადმყოფოების შენობა ნაგებობებზეა. სექტორში მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების გაძვირების პარალელურად მომხმარებლის მხრიდან უნდა გაიზარდოს მოთხოვნა ფასის შესაბამის ხარისხზე, ენერგოეფექტიანობასა და თანამედროვე HVAC სტანდარტებზე. მათი შეფასებით, სწორედ ეს გახდება ბაზრის მომავალი განვითარების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორიც.